ქალბატონ ცეცილია, უახლოეს ხანებში ახალ გმირთან შეხვედრის სიხარული ხო არ ელის მოყურება? პატარა სიხარული მელის ეპიზოდი პატარა ელდარ შეგიელა იღებს სურათს. არის პატარა როლი, მაგრამ ძალიან საინტერესო. ბუღალტერი უნდა ვითამაშო. და თქვენ გიხარიათ ასეთი? და რომელსაც სულ თავბრუეს ხმის, პაპიროს წევს და ვერ დადის. სიგარეტი არ გააქვთ? გვაქვს. როგორ არის აგერა? ინებეთ. როგორ ზონდებით ქალბატონთან? ნელსპილად მარხებს რაღაც. შალვიკითხე შემიძლია. თავი მტკივა და შპილკებს ვერ ვატარებ, ა? ეს ნავის ბრალი. მარკებს თორე ეგეც გემის კაპიტანია. რა შუაშია გემი? დედამიწა არ ირყევა გონია? ირყევა? რა ხმისა? 75 წლის. მაგრამ სამსახურიდან არ უშვებენ. იმიტომ კარგი სპეციალისტი. სპეციალისტია. ამ უწყისში შეცდომა. კოპალეიშვილის ხელფასი გამოუწერიათ წვერავასთვის. წვერავამ ხაბურდანიაც უწყისში მოაწერა ხელი. კოპალეიშვილს კი იროდიონის ფული წაუღია კოპალეიშვილს. ბოლოს გავაგებინეთ კაცო. მე აქ ვარ თუ იქ? სად იქ? ბატონო იროდიო, დაწნა. ქალბატონო თამარ, ნახეთ ოთარი. გაარკვიეთ. მე რა ოცნება მომახსენოს. ხო, კარგი. თქვენ უკვე ფიქრობთ ამ გმირზე? რასაკვირველი. არა, ისე არ ვფიქრობ, მაგრამ რაში როგორ გამოვლინდება არ ვიცი. ჯერჯერობით არის. მაგრამ ელდართან პირველი შეხვედრა, რომელიც ძალიან მიყვარს. ელდარი ძალიან მიყვარს. რა იყო კიდევ ქალბატონო თამარ? არაფერი, აგერ როგორც იქნა გამოვიტანეთ დეპონენტიდან ბატონ ევგენის და ვარდენის ჯამაკილი. თუ არ მივცემ, უნდა შევიტანო უკან. ძალიან კარგი. ისა ქალბატონ თამარ, პრემიები ხო არ არის? შეიძლება იყოს, შეიძლება არა. ხელფასი? არა. შეუძლების ფული? ფული არის, მაგრამ დირექტორის ხათაღაა და ქალბატონ თამარ უწყისებზე ხელი მოწერილია. რა ხდება? ბრძანეთ? ვაიმე, ისევ შემაქალა. უკაცრავად რა იგრძენით? შემაქალა. არა, საიდან იყო ეს ბიძგი მარჯვნიდან თუ მარცხნიდან? გავიცი მე საიდან იყო. მაბადიეთ, მიბოძეთ ხელები? რადგინდა ხელები? რადგინდა ჩემი ხელები? ვინ არის ნეტა? დამანებენ თან. მითხარო. კაცო, შენო, ადგილო შერეკილებია და შერეკილი ხარო? რა იყო მეთქი გამოსეცდა და ამათ შემხედე მეთქი, მე თამაშებელი ვარ. ვერ იყო უკვე კარგად, მაშინ. მე ვთხარ გამოცეცდა პატარა როლია ძალიან და რა, მე შეგიწყობთ ხელს, ხელზე გატარეთ, მანქანა მოგვა, მაგად წაგო. არ შემიძლია. არ მობეკარო. დედი. ციტუნარე იყო სამხალაგი. და მეუბნება რომ აი შენი გმირი. და კიდე შეიძლება ჩოტკი კონდესო ხელშიო, ან პაპკა კონდესო ხელშიო, ბევრი კაღალდები კონდეს ხელშიო, ეს არის შენი გმირი. საავადმყოფოდან ჩვენ ექიმების თვალთაყურით მოყავდა გადაღებაზე და წამებში ვიღებდით ხოლმე, წამებში ვიღებდით ეპიზოდებს და აი ასე გადავიღეთ მისი როლი. როგორ ბრძანდებით ქალბატონო თამარ? ისე ცოტა ნელთფილა თავი მტკივა. 3 კილო დავიკელი. რაღაცა მაყალებს. სიგარეტის ბრალია ყველაფერი. სიგარეტს უნდა დაანებოთ თავი. სიგარეტი არ გაქვენ? აღარ ვეწე. ოთარს გადაეცი ხელი მოაწეროს. კარგია რომ დაგინებებია, მომხლამთან ბაქო. რაღაცა ამ ბოლო დროს თავის ბრვალი დამეწყო. კიდე შემაქანა, უკაცრავად რა იგრძენით? ჭირი და სიკვდილი. ალბათ დაბალი წნევა გაქვთ ქალბატონო თამარ. ასე ამბობენ და რა ვიცი. პრემიები იქნება ქალბატონო თამარ. პრემიები კი არა, ხელფასი ვერ დაგვირიგებია. სად არის ოთარი ამდეხან? ქვემოთ რთველი აქვს. კიდე შემაქანა. მარჯვნივ თუ მარცხნივ? მოიცეკეთ ერთი. მაბადიეთ. კინოში პრემიერა რო არის ხოლმე და როგორც წესი არის ხოლმე ჩვენ კინოსახში ან დიდ კინოთეატრებში, როცა მთელი ჯგუფი გამოდის ხოლმე რა, ქალბატონს არც არ გამოდის, არ უყვართ ეს სიტყვა. ეს კინოში ერიდებოდა სცენას ერიდებოდა. და აქ რამდენიმეჯერ ქონდა ჩვენ პრემიერა, არც ერთხელ დარბაზში და მაგრამ იქ სცენაზე არ გამოდიოდა. ცისფერითების მერე. ცისფერითებს მოგახსენებთ. და ბოლოს მოხდა ისე რომ ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში იყო პრემიერა ამ სურათის. ძალიან ვთხოვე, აი აქ მოვედა, ვთხარ ძალიან ვთხოვთ თქვენ წამოხვიდეთ და გამოხვიდეთ ჩვენ ერთ-ერთ სცენაზე და
ეს პატარა დაგმა გავაკეთეთ ჩვენ. სურათი რო დამთავრდა, ჩვენ მთელი ჯგუფი გამოვიდით, მაგრამ სესილია არ გამოვიდა. ჯერ ასე გავაკეთეთ, სკამი გამოვიდა და დავდგით ასე. ხალხი შეიძლება დაიბნა კიდევ სკამერა შუაში იყო. მე რო წარმოვადგინე მთელი ჯგუფი, მეთქარი, აი ეხლა მე წარმოგიდგენთ თქვენ თავარ გმირს ჩვენი სურათი და გამოიყვანეს სესილია. ეს იყო ესე იგი 1-10 წუთი დარბაზი ფეხზე დამდგარი ადგა მთელი დარბაზი და ფეხზე დამდგარი უკრავდა ტაშს. ალბათ უკრავდა ტაშს ყველაფერზე ამ სურათზე კი არა, ყველაფერზე რაც იყო ქართულ მაყურებელში ასე იგი მადლობის, აი ნამდვილად მადლობის რაღაცის როგორ შეიძლება რომ მადლობა უთხრა მსახიობს, აი ესე ალბათ. აი ესე. და რო დამთავრდეს რაღაცა გავაცილეთ ქალბატონი სესილია, მანქანაში ჩავიდნენ ყვავილებით გასაკვირველი, ხალხმა მიართვა ყვავილები ყველაფერი და ეს იყო რაღაც ძალიან დასამახსოვრებელი და ჩემთვის ახლა სევდიანი დღეც არის ძალიან და სასიხარულო ერთად რაღაც შევწოვოთ. და რაც ხება. ეს კაცი არ გამაკარო თორე შევიშლები. გავიდეს სახედან. შესვენება ხომ არ გამოაცხადოთ?